ნახოთ რას ფიქრობს პროფესორები, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ასევე სტუდენტების წარმომადგენლები არიან ახლა ჩვენთან სტუდიაში. თამარ ხოხობაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კი ბატონო, მაკა ხართიშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ასოცირებული პროფესორი, აქეთ მხარეს სხედან პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი, ქართული ფილოლოგიისა და მედია ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვანო ჭიაურელი, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ორი სტუდენტია ჩვენთან სტუდიაში, თამარ ლომსაძე, ეს არის სტუს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ასევე აკო ქიქავა, სტუს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. ასეთი მრავალრიცხოვანია შეიძლება ითქვას წარმომადგენლობა და ხმა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათქმელს იტყვის დღეს ამ სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონ თამარ, თქვენგან მინდა რომ დავიწყო. თქვენი სათქმელი რა არის? მე მესმის რომ შესაძლოა არ არის მარტივი, როცა ტელევიზიით იგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორი ასლოვანი უნივერსიტეტი ერთიანდება. მე ვიცი რომ იყო საბჭოები ფაკულტეტების დონეზე, დეკანატების დონეზე. რა არის თქვენი შეჯერებული სათქმელი? კი ბატონო. კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენ მაყურებელს და დავიწყებ იმით, რომ ალბათ სიზმრათაც ვერ ვნახავდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიხდებოდა იმ თემაზე საუბარი საერთოდ, რა თემაზეც დღეს ჩვენ აქ სამწუხაროდ ვიმყოფებით. 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის საუკუნეზე მეტი, როგორც მოგეხსენებათ, ხომ, ისტორია. აქ და ასეთი უნივერსიტეტი, არ ვერ ვიგებთ და ჩვენთვის არის გაუგებარი, რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში ამ ორი უდიდესი, ასევე თესეუს, ხო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. სწორედ აი ამ გაურკვევლობის გამო მოხდით თქვენთან დღეს გადაცემაში, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ პასუხი არ გვაქვს არაფერზე, ჩვენ დასმულ კითხვებზე არ გვაქვს მიღებული პასუხები, თუმცა კი ლოგიკურად ბევრი ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ. დღეს აბსოლუტურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის შეიკრება, ჩატარდა ფაკულტეტების საბჭოს სხდომები, სადაც გაჟღერდა, რომ იყვნენ თუ არა ეს საზოგადოება ჩვენ ტექნიკური ინტელიგენცია საქმის კურსში და თუნდაც ვინც დღესაც კი ვინც გაიგო და ასეთებიც იყვნენ სამწუხაროდ, რომ რას ნიშნავს ეს გაერთიანება და დასვეს ეს კითხვები, თუ რატომ გახდა საჭირო დღეს რატო დადგა დღის წესრიგში აი სწორედ ეს თემა. კი ბატონო, კითხვები არის, პასუხები ჯერჯერობით არა. კითხვები რა თქმა უნდა არის, პასუხები არა გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, აი სწორედ მაგიტომ ვარ, რომ რაღაცნაირად მივაწვინოთ ჩვენი ხმა, თითოეული GPL-ის ხმა მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და გაგვცენ კითხვებზე პასუხები, რომელიც ძალიან უხვად დაგროვდა ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ დავასრულებ, რომ დღეს ყველა მე ვარ საქმის კურსში, იმიტომ რომ დაინტერესებული პირი ვარ, რომ მაინტერესებს არის თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც სხვა აზრზე არის და დაუშვათ მზად არის, რომ გადადგას ეს შემხედრი ნაბიჯი ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რეფორმების მხარდამჭერები აქვე ვიტყვი, რომ ჩვენც ვიყავით, ანუ განათლების რეფორმას ვფიქრობთ, რომ ნამდვილად იყო საჭირო, გატარებულიყო და რაღაცა ნაბიჯი ისთვის მზად ვიყავით, რაც გავიარეთ კიდევაც და ის კონსულტაციაც მოხდა ტექნიკურ უნივერსიტეტის შემადგენლობასთან. მაგრამ ეს რომ გაერთიანებულიყო, აბსოლუტურად გუშინ საღამოთი სრულიად შემთხვევით აი ესე გავიგეთ. მე მგონი თვითონაც სრულიად შემთხვევით გადაწყვიტეს ასეთი პერიოდი ჩანს ამ ყველაფერს. თქვა მინდა რომ არც ერთი არ აღმოჩნდა არავინ იმის მომხრე და ყველა ფაკულტეტის საბჭოს ხდომის უქმე არის დაუნჯებული
დაუმთავრებული დევს ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოიყარა თავი, სადაც ყველამ ერთხელ დაუჭირა, რომ ეს ორი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს ცალ-ცალკე დამოუკიდებლად და იყვნენ, კონდეს ჩვენი ავტონომიურობა, რაც აქამდე გქონდა, რაც აქამდე არსებობდა თავისი 104 წლის განმავლობაში და ასე უნდა გააგრძელოს კიდევ 104 წელი. აი, ქალბატონ თამარ ახსენა სიტყვა ავტონომიურობა, ბატონო, და ხო, ეს არის რეფორმის საფუძველი, ეს უნდა იყოს, რომ ის ავტონომიურობას უნდა აუმჯობესებდეს პირიქით, იმიტომ რომ პერსონალმა, აკადემიურმა და სტუდენტმა ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება მის უნივერსიტეტს გაუმჯობესებული ცოდნის გაცემისა თუ ამ პროცესის შექმნისთვის, ხომ? აი, თქვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ამბავი, ბუნებრივია. იზრდება თუ არა, აი შეხვედრები ახსენეთ თქვენ, რომ იყო ასეთ შეხვედრები, ვინც იწონებს ამ რეფორმას. აი, ქალბატონმა თამარმა მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები თქვენ აყურებელს. ქალბატონმა თამარმა ბრძანა და მე სხვათა შორის ადმინისტრაციულ კორპუსთან ვიყავით შეკრებილი ადამიანები, თითქმის 12-ვე ფაკულტეტის წარმომადგენლებს ვკითხე, სტუდენტი ან პროფესორი ან პროფესორის ჩათვლით. ვინმე ერთი ჭკუატყოფელი თუ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ აი, გაერთიანება კარგია და მე მხარს უჭერ. არ არის ეგეთი რაღაც. აბსოლუტური თანხმედრა აზრების, აბსოლუტური თანხმედრა. მადლობა ღმერთს. უნივერსიტეტის იდეაში არის თავისთავად ჩადებული დამოუკიდებლობის იდეა. ეს არის, რა ვიცი, ამაზე კარგი ინსტიტუცია, როგორც უნივერსიტეტია. თავისუფალი სივრცეა, ერთ ქვეშ გაერთიანებული არიან პროფესორები, სტუდენტები, ცოდნის გადაცემის პროცესია, ურთიერთგაცვლის, ერთი სიტყვით, სულიერი პროდუქტი იქმნება, ხო, უნივერსიტეტში და შესაბამისად, ეს არის ძალიან ფაქიზი ორგანიზმი და ესეთი უხეში ჩარევები შეერთება, გამოერთება ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე. ხო გეუბნებით, აი დღეს გაიგო ხალხმა და გუშინ საღამოს გაიგეს, რომ აი ეს უმნიშვნელოვანესი რაღაცა უნდა მოხდეს. რეფორმად, რასაკვირველია, ცხოვრება წინ მიდის და ყველაფერი იცვლება, მაგრამ აი ამას რეფორმას ნამდვილად ვერ დაუძახებ. ეს არის უხეში ქირურგიული ესეთი ჩარევა, რა ვიცი, აი რა სიტყვა ვიხმარო, მართალი გითხრა, არც ვიცით და GPI იქნება ყოველთვის GPI, დარჩება როგორც GPI. ეს არის ბრენდი 104 წლის მე გაოცებული ვარ დღემდე, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ჩვენ გავხსენით გიორგი ნიკოლაძეს ძეგლი, გადასარევის სკვერი გვაქვს. მინისტრი ბრძანდებოდა, ოფიციალური პირები ბრძანდებოდნენ, მოგვილოცეს და უცბად ესეთი სიურპრიზი. გადის 1 კვირა, ცოტა მეტი და უცბად ესეთი სიურპრიზი ხდება, რომ არიქა ჩვენ უნდა შეგვაერთონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მე დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დიდი ნაწილია, არც მათთვის არ არის სასიხარულო ამბავი, ნამდვილად არა, არიქა მობრძანდი, აგერ დაბრძანდი. არავის არ უთქვამს საქართველოს გაშლილი ხელით, იმიტომ კი არა, უბრალოდ იმიტომ, რომ არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში. აქ მინდა ვიკითხო, ბატონო თემურ, ეს ნიშნავს თუ არა თქვენთვის ამ ინფორმაციის გაგება, ბევრმა ეს ასე გაიგო, რომ ფაქტობრივად აუქმებენ სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. შეერთება ის უკან დგას თუ არა, თქვენი აზრით ასეთი მიზანი? სამწუხაროდ ასია. რატომ იცით? შეერთება ცოტა სხვაგვარი პროცესი გახლავთ, მაგრამ როდესაც ორი ჩვენი კულტურული ცნობიერების ორი დიდი ნიშანსვეტი ერთიანდება და ერთიანდება ერთი საერთო სახელწოდების ქვეშ. ასე რომ ვთქვათ, ივანე ჯავახიშვილის სახელი ძვირფასია ნებისმიერი ქართველისთვის, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტად რომ გარდაიქმნება, GPI ქრება. ჩვენ სიყვარულით უწოდებთ GPI-ს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ფლაგმანს, არა მხოლოდ ჩვენი მრეწველობის, აღმშენებლობის დიდ ტაძარს და ცენტრს, არამედ ჩვენი კულტურის,
ეს მე როგორც ჰუმანიტარი და ფილოლოგი უფრო აი აქედან ვუყურებ ხოლმე და ვაფასებ. თქვათ მე თუ ენგურ ხესი მომწონს და მისი სიდიადით გარედან ვიხიბლები, მე სხვაგვარად აღვიქვავ გპის კულტურის. აი მიღწევებს, დიდ მიღწევებს და ბევრ შემთხვევაში აი მის აბსოლუტურად სხვადასხვა პროფილის უნივერსიტეტებს აერთიანებენ თან, ხომ? აი თქვენ ახლა აქცენტს აკეთებთ მის ტრადიციულობაზე, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად სხვადასხვა პროფილის უნივერსიტეტებს აერთიანებიან. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ორი დიდი ისტორიის გაქრობა, ისტორიული ცნობიერება თუ იკარგება, ერის ცნობიერება და მენტალობა ზარალდება და ჩვენ ასე უნდა შევხედოთ და ასე უნდა აღვიქვათ. კი, როცა გაქვს ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტი, რატომ უნდა გააქრო ერთი? ხომ ამის არგუმენტაცია უნდა იყოს, რატომ აკეთებ ამას? ჩვენთვის გასაგებია, ბატონო ჩემო, რომ პარალელიზმი მაინდა-მაინც არ არის სასურველი და ჩვენ შინაგანად ვიყავით მზად გონების თვალით ერთმანეთს კიდევაც ვატოლებდით, შეტოლება მიდიოდა კარგი გაგებით. აი ვინ სად, რომელი სპეციალობა სად შეიძლება იქნეს მოაზრებული ბატონი პრემიერ-მინისტრის აი საპროგრამო გამოსვლის შემდეგ ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. მაგრამ აი ეხლა ამდაგვარი უნივერსიტეტების შეერთება ეს პრინციპი უკვე ირღვევა და ამიტომაც მიმაჩნია მე რომ აქ ზარალდება ტექნიკური უნივერსიტეტი. კი ბატონო და ქალტონ მაკა თქვენ მინდა გითხოთ სტუდენტებს არ ვჩაგრა უბრალოდ მინდა რომ ჯერ აკადემიურ ასე ვთქვათ პერსონალს მოვუსმინოთ ხო ეს შედეგი მივიღეთ ასეთი ეს არის მიღებული გადაწყვეტილება რომელსაც ფაქტად გვაწოდებენ ეს არის ფაქტი ეს რას მოიტანს არა მარტო განათლების მიღების კუთხით ამ სტუდენტებისთვის ახლა რომ თავისი გადაწყვეტილება დაუკავშირეს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამომავლოდ რას მოიტანს არამედ რას მოიტანს ახლა დაუყოვნებლივ ხომ აი ეს ხომ არ არის მართლა ქირურგიული პროცესი ეს ნიშნავს თუ არა რომ პროფესორის დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ შეერთდება ერთ უნივერსიტეტში ამას მოყვება თუ არა შემცირებები გადარჩევა ფაქტობრივად გაუქმება ამ უნივერსიტეტის ნახეთ მარტო პროფესორებზე არ არის საქმე ეს უფრო ძალიან დიდ პრობლემას მოიცავს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა ეს არის ქვეყნის მომავლისთვის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყანა სადაც საინჟინრო განათლება სუსტდება იქ ვეღარც ინდუსტრია ვითარდება აღარც ინფრასტრუქტურა ვითარდება არც ენერგეტიკა და არც ტექნოლოგიები ინჟინერიის გარეშე კი არ არსებობს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად არ არსებობს პროგრესი განვითარება აღარ არსებობს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება ნიშნავს ქვეყნის განვითარების ფაქტობრივად შეჩერება ხდება და ამისათვის ჩვენ ეს ვიწრო არ არის ეს პროცესი აღარც საკუთარ თავზე ვფიქრობთ მიხვდით ეს იმხელა მასშტაბებს მოიცავს და ამისათვის ჩვენ მოუწოდებთ განათლების სამინისტროს იმას ვინც ეს მოიფიქრა საერთოდ და ეს ვინც გაიაზრა რომ სასწრაფოდ გამოითხოვონ ეს გადაწყვეტილება უკან და აუცილებლად საზოგადოებას მოუწოდებ ჩვენს მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან დიდი საფრთხე. რა დააბარეთ თქვენს რექტორს, თქვენ იყო ეს შეხვედრა, ეს მნიშვნელოვანი, ანუ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა, ეს არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არანაირად არ ვითანხმებით იმას, რომ ჩვენი ესეთი სახელოვანი უნივერსიტეტი, ჩვენი უნივერსიტეტი, რომელმაც ააშენა საქართველო და განავითარა. ასე უცბად ხელდასმით, ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ და გამოიყვანონ საერთოდ სოფლიოს არბიტრიდან. ძალიან ცუდ საკითხთან ვართ ეს მხოლოდ ჩვენი პროფესორების პრობლემა არ არის. ნამდვილად არ არის და სტუდენტები იყვნენ ძალიან აქტიურები ამ პროტესტის ნაწილში, ისინი
არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას. აკო მინდა გითხოთ თქვენი პოზიცია როგორია ამ მიმართულებით, მიღებული გადაწყვეტილება რეფორმად გამოცხადებული, ასე დაარქვეს ყოველ შემთხვევაში, თურმე ნიშნავს რომ ორი უნივერსიტეტის ნაცვლად ერთს იღებთ. დიახ, მე გეტყვით, რომ ჩემი პოზიცია ცხადია ის არის, რომ მეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს, ცხადია არ ვეთანხმებით იმას, რომ სტუ უნდა გაუქმდეს და აღარ უნდა არსებობდეს და ასევე მე ვამბობ ამ ყველაფერს სხვა სტუდენტების სახელითაც ამ შემთხვევაში მე მეძლევა შესაძლებლობა და სრული უმრავლესობა ცხადია ამბობს იმას, რომ არ უნდა გაუქმდეს ჩვენი უნივერსიტეტი, არ უნდა შეუერთდეს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი უნივერსიტეტი და აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის იყოს შენარჩუნებული იმ ფორმით, როგორც ახლა არის. და აქციაც გაქვთ დღეს საღამოს დაანონსებული სტუდენტებს. დიახ, ანუ ჩვენ ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით, შეგვიძლია გაპროტესტება, ვაპროტესტებთ და ასევე გვერდში ვუდგავართ ლექტორების იმ დიდ ნაწილს, რომლებიც ცხადია არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ არ არის მიზანშეწონილი დაუშვებელია გაუქმდეს უნივერსიტეტი, რომელიც არის საუკუნეზე მეტი ხნის დიდი ხანია არსებობს ცხადია და დაუშვებელია ასე ერთი ხელის მოსმით იგი ვინმე გააუქმოს და დახუროს. კი ბატონო, თამარ თქვენი პოზიციაც მინდა ვიკითხო. თქვენ რატომ ხართ აქტიური ამ პროცესში? რატომ ეწინააღმდეგებით? მოგესალმებით. როგორც სტუდენტი ზოგადად რა თქმა უნდა მომხრევალ განათლების სისტემაში რეფორმების. თუ ეს მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებისკენ, მაგრამ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი არ ვემხრობი იმ იდეის განხორციელებას, რასაც ამ ორი უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანება ქვია. თამამად შემიძლია სტუდენტების სახელით ვისაუბრო და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი სტუდენტი არ არის ამ იდეის მომხრე. ჩვენი პირადი გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სურვილი იყო ამ უნივერსიტეტში მოხვედრა. და ამიტომაც არავის არ აქვს იმის უფლება, რომ ჩვენი დიდი ოჯახი ერთი ხელის მოსმით და ამ უნივერსიტეტის იდენტობა გააქროს. ჩვენ აკადემიური პერსონალ სტუდენტებს ვერთიანდებით და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ჩვენი დიდი სურვილიც არ დაუშვებთ იმას, რომ ჩვენი იდენტობა ასე ერთი ხელის მოსმით გაქრეს. ხო, რამ განაპირობა ეს? მინდა ვიკითხოთ, გაქვთ თუ არა რაიმე მიზეზი, რომელიც შესაძლოა გახდა ამის, ანუ ფიქრი ამაზე ალბათ გქონდათ და რამე შეიძლება არსებობდეს, რამაც ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მოიტანა, იმიტომ რომ ეხლა მაინც და მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი რამეში ეწინააღმდეგებოდა, ხომ, არ იყო ასეთი აქტიური, რომლის ერთი ხელის მოსმით დახურვა შეიძლება უნდოდეს ასეთი უნივერსიტეტების ხვები მოიძებნება, მაგრამ თქვა თქვენ შემთხვევაში ეს მიზეზი შეიძლება არ ყოფილიყო. რამ განაპირობა ეს? საუბრობენ უნივერსიტეტის კარგ ადგილმდებარეობაზე. ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ძალიან ასე ვთქვათ ერთი შეხედვით გულუბრყვილო მიზეზი გამختارიყო ამ ყველაფრის საფუძველი. შენობები კარგ ადგილას მოკლედ. არ ვიცი. აბა რა შეიძლება იყოს მიზეზი თქვენი ფიქრით? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, რომ ხოლოდ შენობას ვამნუ დამეთანხმებით. მეც არ ვიცი, ვარაუდს გამოვთქვა უბრალოდ. კითხვის პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ არ ფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ფიქრობდეს, რომ ადამიანური ფაქტორი და ამდენი ადამიანი, ამდენი სტუდენტი, ამდენი პროფესორი გაწიროს მხოლოდ იმიტომ, რომ ჭირდება მას რაღაც ტერიტორია და მოწონს დაუშვა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები. სამწუხაროდ თუ არ ვიცი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. რამე მიზეზი ხომ უნდა იყოს? ეს არ მოიტანს თქვენი გათვლით უკეთეს განათლების ხარისხს, ხო? იცით რა არის? ჩვენ რო დაგვლაპარაკებოდენ ალბათ და მთელი ტექნიკური უნივერსიტეტი მისი ხელმძღვანელით აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით ვართ იმ აზრზე, რომ ხელშენობოდა რომ დალაპარაკება იქნება, რაც გვთავაზობდნენ, ან უკეთეს რაღაც იდეა იყო, ან მართალია ეს უკვე დღესდღეობით რასაც ვფიქრობთ, ვერ უშვებთ, რომ ეს უკეთესი რაღაც იდეა ყოფილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სანამ ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ, სხვათაშორის თქვენ თქვით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია. მე არ გეთანხმებით, რომ ეს გადაწყვეტილება არის. შეგიძლიათ ივანიშვილის მინისტრს არ დაეთანხმოთ. მიღებული არ არის ეს გადაწყვეტილება, ეს ალბათ განსჯის პროცესში არის ჯერ და ჩვენ ვიტოვებთ იმედს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურა, რომ და სტუდენტები სხვათა შორის, რომ ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს ხელისუფლებასთან და ალბათ მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ ეს იდეა არ არის გამართლებული, ჩვენ დავასაბუთებთ ამას თუ ისინი დაგვისაბუთებენ რაიმე უკეთეს, კი ბატონო, მოვისმინოთ და ყველაფერი
გადავწყვეტოთ ბრგვალი მაგიდის ირგვლივ და არა აი ესე რაღაცნაირად ტელევიზიით მოწოდებული ინფორმაციით. ბატონმა გურგენიძემ თქვა, რომ მან გაიგო ასევე ერთი დღით ადრე და მეორე დღეს გაიგო პერსონალმა, ანუ თვითონაც ამბობს, რომ მანამდე არც მას ჰქონდა, ხომ, ინფორმაცია ეს დაადასტურა თქვენთან. ხო, რატომ არ იცოდა არავინ, არ ვიცი, ეს რა ფორმაა ურთიერთობის საერთოდ, რატომ არ ჩაგაყენეს საქმის კურსში არავინ, როცა უბრალოდ არ ვიცი, მდგმურს რომ უშვებს სახლიდან, ატყობინებ ერთი თვით ადრე ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ეუბნები რომ მომდევნო თვიდან თქვენ მას კონტრაქტს რაღაცა აფრთხილებთ წინასწარ, ფაქტის წინაშე დაყენება, რატომ გახდა ასეთი ფორმის გამოყენება ასეთი საჭირო? ბადებს, იმიტომ რომ ესე ფაქტის წინაშე აყენებ როდესაც არ გაქვს არგუმენტები, როდესაც არ ხარ დარწმუნებული, რომ წარმატებული იქნება შენი წინადადება, თუ არ ვიცი რა ქვია ამას. ხო? და ფაქტის წინაშე დაგაყენებ და შეიძლება როგორღაც შეგაგუო ამ ფაქტს, შეუგუებელს, აბსოლუტურად შეუგუებელს. თუ ვინმეს გონია, რომ ილუზიას ვიქმნით ჩვენ, რომ ეს შეერთება შეიძლება შერწყმა მოხდეს, ეგ აბსურდი, აბსოლუტური. იქ დუბლირება ხდება უამრავი თანამდებობების, იქ სრულიად ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ჯახი იქნება, საკმაოდ მძიმე სიტუაცია იქნება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილი, ინტელიგენცია, პროფესურა, სერიოზული დილემის წინაშე დადგება. ამას მოყვება ბევრი სოციალური რამ, ბევრი. ერთი რაღაცა უნდა ითქვას. მე მგონია, რომ არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ისეთი ლოიალური, მე ვამბობ, არ არის დღემდე ხელისუფლების მიმართ. უკვე არ ვიცი. როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი და არა მხოლოდ როგორც უნივერსიტეტი, არამედ როგორც საერთოდ ინსტიტუცია. არც ერთი არ, მაგრამ აი ესე და პირველი აღმოჩნდა რიგში გაუქმების. არ ფიქრობთ, რომ ეს არ იყოს სწორი პოზიცია? ხო, სწორი პოზიცია არ იყო, რა გულისხმობთ? ანუ ლოიალობა ვერ გადაარჩინა, პირველი აღმოჩნდა რიგში, ამას გულისხმობთ. ხო, ცხადია. ესე გამოდის. ხომ არ ქონია, მე იცით რისი თქმა მინდა, აი ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ იქნებ რამეს გვთავაზობენ ისეც, რაზეც შეიძლება საუბარიო. არის რამე კონკრეტიკა ამ საუბარში, რომ აი რა ფაკულტეტები გადადის, თქვათ, რა პროფესორა რჩება, რამდენი სტუდენტი რჩება, თუ ყველა იტევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამაზე არის რაიმე მონახაზი მაინც? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჯერჯერობით. არ არის. უბრალოდ ფაქტია მხოლოდ. ზოგადად კონცეპტუალურად ჩვენთვის მოაზრებული ქონდა ასეთ საშინაო თუ რომ იტყვიან და სახელდობრ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი ინფორმაცია არ ამგონია, არავის. მესმის, როცა წარმოაჩინეს ასე ვთქვათ ამ ახალი რეფორმის საფუძვლები, ალბათ სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ფიქრობდა რა ფაკულტეტები შეიძლება დარჩეს თქვენთან, ხომ? პროფილიდან გამომდინარე, ალბათ ფიქრებს ამას გულისხმობს. დიახ, ბატონი თემურიც და კი ბატონო, თითეული ჩვენთაგანი ვფიქრობდით ამას და ვამოწმებდით, მაგალითად მე ხშირად გადამიხედია რა ფაკულტეტები იყო რაღაცა წლების პერიოდის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამაზე კი ბატონო ქონდა მონახაზი. და გაერთიანების შემთხვევაში როგორ ხდება ეს? ამაზე არავინ არაფერი იცის. გაერთიანებას არც კი წარმოვიდგენდით, წარმოდგენაშიც არ შეიძლება, იმიტომ რომ ესეთი რამე დაუშვებელია. ნახეთ კონკრეტიკა რაიმეთი რომ დაემთხვეს ეს ორი უნივერსიტეტი, აბსოლუტურად განსხვავებული რამე ისწავლება ამ ორ უნივერსიტეტში. ოდნავაც კი არ ქონდა. ჩვენ წარმოდგენდა ქონდა რომ შეიძლებოდა კი ბატონო ჰუმანიტარულები წასულიყო, მაგრამ ის რომ ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნიკური ფრთა ესეთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით საერთოდ. კი ბატონო, აი ხო, ამ შემთხვევაში როცა რეფორმა არ მოსწონს არავის, ორი უნივერსიტეტის შეერთებას გულისხმობ, არც ერთ უნივერსიტეტს, არც მეორეს, რამდენად გონიათ რომ ამის გათვალისწინება მოუწევს გადაწყვეტილების მიმღებს, თქვენ აქციებსაც აანონსებთ პროტესტის ხმას. უნდა მოუწიოს, აუცილებლად უნდა მოუწიოს დიალოგს, ველოდებით მათი მხრიდან ჩვენს რა უნდა აიძულოს დიალოგის მსურველები დღეს უკვე შეგხვდებოდნენ. იცით რა არის დღეს არა ნახეთ როგორ არის ჩვენ გუშინ
შევხვდით, მოვითხოვეთ ჩვენ ყოველმა უნივერსიტეტმა, რომ შევხვდროდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი აკადემიკოს დავით გურგენიძე და პირველი, რა თქმა უნდა, მის მიმართ გაჟღერდა, რომ რა ხდება, აგვიხსენით და გუშინ შეიკრიბა, ასე ვთქვათ, მცირე საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა ტექნიკური უნივერსიტეტისა, სადაც ვიმსჯელეთ და თითქმის ყველა ფაკულტეტის უკვე გაჟღერებული იყო ყველა ფაკულტეტზე და დეკანებმა წარმოაჩინეს თავისი პოზიციები, რომ ყველა ფაკულტეტი იყო მზად იმისათვის, რომ ეთქვათ უარი ამ რეფორმაზე, მაგრამ ბატონმა რექტორმა გითხრა, რომ არა, დღეს თქვენ ყველანი არ ხართ, ხვალ შეიკრიბეთ თქვენს ფაკულტეტებზე, გაიარეთ თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ აბსოლუტურად მოწვეული პროფესორის დაუძახეთ დღეს. სპეციალისტები არც ერთი არ დარჩა, რომ არ შემოსულიყო ფაკულტეტის საბჭოზე, თუმცა იქ იცით, რომ მათი ის დასწრება არ იყო, ხო, არ არის სავალდებელო. და უბრალოდ თავისი სურვილი იყო, რომ იქ შემოსულიყვნენ და დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ფაკულტეტიდან ეს ოქმები, ყველანი ფაკულტეტის საბჭოს ოქმის ამონაწერები და ოქმები წავიდა და დღესდღეობით ეხლა უკვე არის ბატონი დავით გურგენიძის ხელთ. და ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი დავითი ჩვენ ხმას მიიტანს იმასთან, სადაც იმ თავრობასთან და იმ ხალხთან, რომელთაც მოუვიდათ ეს იდეა. და ვფიქრობთ, რომ ნახავენ, რომ არავინ, თქვენ იცით და ახსენეთ კიდევაც, რომ არც უნივერსიტეტი არ გვხვდება ხელგაშლილი და მათთვისაც წარმოუდგენელი არის ესეთი შეერთება. თუმცა ბატონ დავითს რატომ მოусმენენ ქალბატონ თამარა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხმას მიიტანს იქ და ხალხს არ უსმენს ხელისუფლება, ის არ ვიცი მაშინ რა ქვია ამ ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, აი კიდევ ვამბობ. ვერაფრით ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენ არ მოგვისმენს და არ გაიგებს რა ტკივა თითოეულ გპლს და რა დგას ამ სიტყვის უკან. რომ ყველა ადამიანისთვის ეს არის სტატუსი გპლობა, ეს არ არის, ეს არის დიდი ოჯახი, და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, მათ ოჯახებს რომ მივადგეთ ესე და ისე რომ არც ვკითხოთ და რომ უთხრათ, რომ თქვენ უნდა ხვალიდან დაიშალოთ და თქვენი ოჯახი აღარ უნდა არსებობდეს. თითოეულმა მათგანმა გაგვცეს პასუხი რა სიზამდა მაშინ. აი ჩვენ საპირისპიროდ ვამბობ. ჩვენ სათქმელს მიიტანს ბატონი დავითი მთავრობასთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა აღარ იქნება ხვალ დღის წესრიგში. მე ასე ვფიქრობ. მე რა თქმა უნდა თქვენთან ერთად დაველოდები მოვლენათა განვითარებას და გავაშუქებთ ეს როგორც გადაწყდება, მაგრამ ბატონ გურგენიძეს შემცვლელი და მეორე ლექტორსაც მედიაში გავრცელებული წყაროებით უკვე მოძებნილია მისი შემცვლელი. მესმის ფაქტი და იმეც ვიტოვებ, რომ არც დადასტურდება. უბრალოდ მე მინდა ვიკითხო თვითონ თუ ეს დასტურდება და აქამდე რაც საერთოდ ლეგიტიმაცია მაშინ არის ის რატო არჩევნებით არის არჩეული. ჩვენ ხო ესე არ მოგვიყვანია ესე ქუჩიდან და არ დამისვავს არა. ეს არის პროფესორი. ეს ამისად და უნივერსიტეტს აქვს ავტონომია. ეს ხო არის უხეში ჩარევა რა. აკადემიკოსი გახლავთ ჩვენი მოქმედი რექტორი, ის მეტნაკლებად იცნობდა შიდა სიტუაციას, ესე არ ხდება ჰაერიდან არ მოდიან განათლება ისეთი რამეა და თან აკადემიური სფერო, რომ თუ მისი კულუარების ესე თქვათ მტვერი არ შეგისუნთქავს, ვერც უნივერსიტეტი ვერ გეყვარება, ვერც აკადემიური საზოგადოების ვერც ერთი წევრი და იცით რა არის, ჩვენ ვართ ერთიანი მთლიანი ორგანო, რომელიც აი ესე ერთი თვალის გახედვით უკვე ხვდებით, ვის რა გვინდა და როგორ გვინდა და მე კი ვნახე ეს დღეს შემოწოდებული კანდიდატურა და როგორ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურიდან უმაღლეს სასწავლებელში აიღო და ბოდიში და დადოვინმე. ეს არის ავტონომიურობა ირღვევა, მაშინ სად არის ეს ავტონომიურობა, სად არის ეს არჩევითობა, მაშინ რას ვაკეთებ ჩვენ და რანი ვართ? რეფორმას დეფორმა ეწოდა, ბევრი ესე თქვათ საპატივსაცემო თქვენი კოლეგის მხრიდან ზუსტად საფუძველშივე იკითხებოდა მათი აზრით ის, რომ ეს არა რეფორმა და არა ავტონომიურობა ზრდის და განათლების ხარისხს, არამედ დეფორმაა და კონტროლზე ორიენტირებულია, მათ ჰქონდათ თავიდანვე ასეთი შეფასება.
შეაფასება. თქვენ თქვით რომ გაქვთ საწინააღმდეგო, ქონდათ საწინააღმდეგო მოსაზრებები მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ განვითარდება ეს პროცესი, ამის შედეგებს ალბათ ყველა ერთად დავინახავთ. მე მინდა სტუდენტებსაც მივცე საშუალება რომ არ დავჩაგვროთ. აკო, აი ბატონი გურგენიძე მე მახსოვს, როცა აქციები იყო სტუდენტების მონაწილეობით, მისი პოზიცია იყო ასეთი ძალიან ხისტი, რომ არა ჩვენ არ ყავს რუსული მთავრობა, მისი ეს ფრაზა მახსოვს და ის წინააღმდეგი იყო ამ პროტესტის. დღეს რას ამბობს, როცა სტუდენტები პროტესტს აპირებთ? ну მისი პოზიცია ასეთ აზუსტებული მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა არის, თუმცა იმედი მაქვს რომ ის ჩვენ გვიჭერს მხარს და დაიცავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მე პირადად არ მეკითხავს მისთვის ეს პოზიცია და არც მქონდა შესაძლებლობა ასე ვთქვათ რომ მეკითხა პირისპირ მისთვის. ანუ ამჯერად ის იმედია არ იქნება ამ პროტესტის წინააღმდეგი, ანუ ვის მხარეს არის თქვენი რექტორი ამ პროცესში, ამის კითხვა მინდა. რა თქმა უნდა ჩვენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩვენი დიდი რეხის მხარეს არის როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური პერსონალის მხარეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ის ყველა აქციაზეც იქნება ამ საღამოს თქვენი აზრით გუშინ იყო. დარწმუნებული ვარ რომ ყველას მოთხოვნას გაითვალისწინებს და ერთობლივი გადაწყვეტილებით მივალთ ჩვენ ხმით მივაღწევთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი უნივერსიტეტისთვის რა თქმა უნდა სწორი იქნება და დარწმუნებული ვარ დავით გურგენიძე ჩვენი აკადემიური ჩვენი რექტორი ამის რა თქმა უნდა მხარდამჭერი იქნება ყოველთვის. ოჯახის უფროსი არის და რა თქმა უნდა დგას ოჯახის სათავეში და თავისთავად ბატონმა დავითმა თამარ როცა გამოგვიცხადა ყველას რომ მე პასუხი არ მაქვს ბევრ კითხვაზე, მე დაგეკითხებით თქვენ ჩაატარეთ სხდომები, მოილაპარაკეთ, დაილაპარაკეთ და თქვენი პასუხი წარმომიდგინეთ და როცა აი ამას მოუყრით თავს, მე მაშინ გამოვკვეთ ჩემ პოზიციას და გავცემ პასუხს და დავაყენებ საკითხსა და ჯერ არსო. უკვე ეს მოწმობს თავისთავად რომ ჩვენი რექტორი ჩვენს ინტერესებს გამოხატავს. იგი ერთპიროვნულად ამ შემთხვევაში ბატონი ვანო დამეთანხმება არ მოქცეულა. დღეს რამდენი 12 ფაკულტეტის სხდომა ცალკე ჩატარდა. მთელი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურა, მასწავლებლები შეიკრიბნენ, ყველას მოსაზრება მოისმინეს და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ რექტორს. რექტორს ჯერ ნაბიჯი არ გადაგვდგავს უჩვენოდ. ამდენად იგი გამოხატავს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და მთლიანად ტექნიკური უნივერსიტეტის აზრს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა შეუერთდეს თესლს. ეს არის საერთო არ განიხილება. რა თქმა უნდა. ეს არ განიხილება, ისე როგორც ამოვა ხვალ მზე, ჩვენ ისე ვართ დარწმუნებული, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი საყვარელი გეპეი იარსებებს. კიდევ რამდენიმე ასეული წელი, ვიდრე არსებობს ქართველი ერი. აქ ისე არავის მოუფიქრებია 100 წელზე მეტია ეს უნივერსიტეტი არსებობს და არავის გაჩენია აზრად რომ ეს უნივერსიტეტი აღარ უნდა არსებობდეს. ცოტა უცნაურია ასე ჩქარჩქარა მიღებული გადაწყვეტილება თან იმ ასპექტში, როცა თქვენ საუბრობთ რომ ლოიალურობის პრობლემა არ იყო, თქვენც არიცით რეალური მიზეზი, რამ შეიძლება განაპირობოს ეს, ხომ? არც ფიქრი გაქვთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. ალბათ ელით ბატონი გურგენიძის მხრიდან მოტანილ პასუხებს. რაღაცა ეჭვები მოდის ზოგჯერ აბსურდული ეჭვები, იმიტომ რომ ლოგიკაში არანაირად არ ჯდება და ხან რას იფიქრებ, ხან ვიღაცისგან რაღაცას მოისმენ, ცდილობ რაციონალიზაციას ლოგიკურ ჩარჩოებში, მაგრამ მე ფიქრობ, რომ არა ეს ნონსენსია. კი ბატონო, რა შეიძლება მე მყავს დამოუკიდებელი განათლების ექსპერტები, თუმცა ამ თემაზე ძალიან დიდი თემაა და ყველას აქვს საკუთარი აზრი და ყველა ამბობს, რომ ეს ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, სტუდენტებს, მომავალ თაობას, პროფესურას, აკადემიურ, არა მარტო შეერთების საკითხი, მთლიანად განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც შემოგთავაზა ამ ხალხმა და ისე პასუხად ისინი ამბობენ, რომ მიზანი ერთ-ერთი რაც იკვეთება არის ქუთაისის უნივერსიტეტის გაძლიერების მცდელობა და იქ სტუდენტების გადაკაჩვის მცდელობა. პროფილურად ამ ნაწილში ხომ არ ემთხვევა თქვენი უნივერსიტეტის პროფილს? გაიჟღერა სხვა შორის ამ აზრმაც ერთ ქალბატონს, კოლეგას, მაგრამ მე ვერ დავინახე აი რაღაც ისეთი არგუმენტები.
რა ვიცი. დიდად გამართლებული არ არის. ქუთაისი გაძლიერდება და ჩვენ ხა ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის ხარჯზე, რის ხარჯზე, კადრების გადადინების თუ ანუ კონკურენტს მოიშორებს თუ ეხლა თქვენებთ რომ ეხლა ამ ეტაპზე უცხოენოვანია მხოლოდ სწავლება, ესეც რაღაც შეუსაბამობაა ხო? ასე რომ არ ამგონია რომ ესე გიყოს. და პლუს ჩვენთან მულტიპროფილურია. ჩვენთან ახალი მიმართულებები რადიკალურად განსხვავებული მიმართულებები 90-იან წლებში შემოვიდა. 90-იან არა მარტო ტექნიკური, არამედ სოციალური და ჰუმანიტარული, რომელიც არანაირად არ დუბლირებს თესეუს ჩვენ ვიყავით ნოვატორები, სხვა შორის ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რამდენად გახსნილია უნივერსიტეტის სიახლეების მიმართ. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი, პირველი გპ-ში დაიბადა, სახელმწიფო მართვის მოხელე, სიძველეთა ექსპერტიზა, თეოლოგიის დეპარტამენტი, აგერ სათავეში იდგა ბატონი დარგი ჟურნალისტი, საინჟინრო ჟურნალისტიკა. კი ბატონო, თარჯიმან რეფერენტი, სპეციალ 6000-ზე მეტი სტუდენტი ყავდა. ახლა რამდენია სულ სტუდენტი და პერსონალი უნივერსიტეტში და რას გულისხმობს გაერთიანება? ეს გულისხმობს რომ შენობებიანად მიდის? ეს ცოტა რთული კითხვაა. ეს კითხვები ხო ყველას აქვს რომ სადღაც გაერთიანება თქვენ შენობებში დარჩებით თქვა ნაწილი რაღაც ფაკულტეტების და უბრალოდ სახელი ერქმევა? თუ ეს მთელი ინფრასტრუქტურა იქ ლაბორატორია რაღაცა ასე ეს კითხვები უნდა დავსვათ სამინისტროს მიმართ და როდესაც ის გავგცემს პასუხს უკვე ნათლად იქნება ცნობილი რომ მათ ჩვენგან რა უნდა და ეს გარედან შემოდინებული სხვადასხვა ჭორი მართალია თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვით რომ აი ეს ჭორი რაც გვაქვს გარედან არის მართალი და მხოლოდ ამის გამო უნდათ ჩვენი ესეთი განადგურება და ლიკვიდაცია. რამდენი კორპუსია სულ ახლა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში? მეტი 11 კორპუსია საუბარი და სტუდენტი დაახლოებით 23,000. ცით რა ხდება? უნიკალური შახტა ლაბორატორია, რომლის ანალოგი ყოფილ საბჭოთა კავშირში კი არა, მე მგონი ევროპაშიც კი არ არის. მე შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ იმის გადატანა ვერ მოხერხდება. ეს არის რამდენიმე ასეული მეტრის გვირაბი თავისი სასწავლო ლაბორატორია დანადგა კორპუსში კი არ არის. აი სანაპიროდან ხო, სანაპიროდან არის შესასვლელი. ესოდან გავდივართ პირდაპირ სანაპიროზე. გასაგებია. ეს ანალოგი არ გააჩნია. ამას საუბრობდნენ განათლების ექსპერტები, რომ ამის ხელისხლება და გადატანა ასე ხელა. გარდა მაგისა, იმდენად ისტორიული შენობებია მეორე კორპუსში. ქიმიის ფაკულტეტია განთავსებული იქ, აღმოაჩინეს, როდესაც ჭერის შეკეთება მიმდინარეობდა უნიკალური მხატვრობა და უნიკალური რა ქვია, საღებავებით შესრულებული. ყველა შენობა უნიკალურია, მე ვიტყოდი, სახელმწიფო ტექნიკურ რამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი აი ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდა ძალიან მაღალ დონეზე. მესმის. უბრალოდ დასკვნის სახით მინდა მოგცეთ ახლა შეჯამების საშუალება. რეფორმის დროს უნდა იყოს თუ არა გადამწყვეტი აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სიტყვა. როგორ შეიძლება ვინმე სადღაც რომელიმე კაბინეტში უკეთ იცოდეს რა შეიძლება განათლების რეფორმასა. ეს მინდა ვიკითხო თქვენი შეჯამების სახით და რამდენად მალე ელით პასუხს მათგან დაუყოვნებლივ ველით პასუხს მათგან. კი ბატონო, იმედია ძალიან მალე გავცემენ ამაზე პასუხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ განათლების მიმცემი, ეს არის ვაჟკაცების სამჭედლო. ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც არის სწორედ აი სულიერი მიმართულებითაც, სადაც არიან სერიოზული ინჟინრები ქვეყანაში, ვინც კი არსებობს და იმედია აი ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და თუ არ ითვალისწინებენ მთელ ამ საზოგადოებას იღებენ პროტესტში? აუცილებლად. კი ბატონო, ყველანაირად ვიკავებთ თავს, რომ ჩვენ ვართ აკადემიური საზოგადოება, არ გვინდა გავიდეთ. კი ბატონო, ჩარჩოებიდან, მაგრამ თუ სხვა გზა არ ქონდა, კი ბატონო.
და მათი შემდეგ ყველა მათ მიერ უკვე მიღებული ახალი გამართლებულია. და ანონსებული კანონიც პრინციპში სტუდენტს თუ ის თქვენ იცით გრანტს რა მაქსიმალისტები არიან ჩვენი ახალგაზრდები დე, ხომ კარგად ამაში იცით და ეხლა ისინი ჯერ ჩვენ გვისმენენ, ელოდებიან და ფიქრობენ რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება და შემოყურებენ იმედის თვალებით. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ იმედიან თვალებს მეც იმედით უპასუხებ და არ ჩაუქრობ ამ თვალებს და ჩვეულებრივად მიდიოდა განათლებითი პროცესი ბავშვებთან ჩვენ არანაირად არ ვქნით იმ სიტუაციას რომ გამოსულიყვნენ ბავშვები, იმიტომ რომ დღეს არის ბოლო კვირა. მოქალაქეები არიან, აღარ არიან ბავშვები, სასწავლო ბოლო კვირა, კი ბატონო, და გამოვლენ კიდევაც. მაგრამ არის დრო მორჩა ლექციები და გამოვლენ ალბათ დღეს. კი ბატონო. ჩვენ არ ზემოქმედებთ ბავშვებზე, სტუდენტებზე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. მესმის სტუდენტებს საკუთარი აზრი აქვთ, ეს ჩემზე უკეთ გემახსოვრებათ 1978 წელი. ამ ქვეყანაში ყველა ცვლილება სტუდენტებიდან იწყებოდა და ასე იყო ეს შარშანაც, ბევრი სტუდენტი იყო გარეთ, სწორედ იმიტომ რომ ევროინტეგრაციის გზას შეექმნა საფრთხე და დღეს დაანონსებული სხვა შორის ცვლილებებით არა მარტო ამის პროტესტი მოგიწევთ თუ გადარჩება სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და მე გისურვებთ რომ ეს ასე იყოს. არის მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც სტუდენტს გრანტის მიღების ან პროფესურას გრანტის მიღების შემთხვევაში მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რომ თქვენ ელემენტარულად პროექტი განახორციელოთ, ასე რომ მერეც იქნება საბრძოლველი თუ დარჩებით ამ პროცესში დარწმუნებული ვარ და თქვენი ხმაც იქნება ხმამაღალი. მადლობთ, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში. მე გისურვებთ თქვენი ასე ვთქვათ, სატკივარის მოგვარებას ისე, რომ საბოლოო ჯამში ამან განათლების რეფორმა განახორციელოს და არა დეფორმა, როგორც ეს იწოდება დღეს. ტექნიკური უნივერსიტეტის აშენებული არის ეს ქვეყანა. ძალიან ხშირად გვეუბნება ხოლმე და უყვარს ამისი თქვა ბატონ დავით გურგენიძეს და მე ციტირებ ახლა მას რომ ეს ქვეყანა არის ტექნიკური უნივერსიტეტის აშენებული და არა მარტო ეს ქვეყანა და მე იმედიანად ვარ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცემა იმის საშუალება, რომ კიდევ 100 წელი უმცირესი ააშენოს ეს ქვეყანა და განავითაროს. აი ამ ნოტაზე მინდოდა რომ დიახ, ისე გვიყვარს ჩვენი უნივერსიტეტი, რომ ვერ ველევით ხო ხედავთ გვინდა სულ რაღაცა ვთქვათ. ჩვენ კიდევ მოგიწევთ ამ დღეებში რა განვითარდება გააჩნია. კულტურული ცენტრი იყო და არის. ჯანო კახიძე, შვიდკაცა გურამ ბზვანელი, ნანი ბრეგვაძე, სპორტული გუნდები, გპ-ის გამორჩეული, აი კაცური ახსენა ქალბატონმა და აი ვაშკაცების და ჯენტლმენების და რა ვიცი, აი ეს არ არის მარტო სწავლა და ლექტორის, ეს არის ნამდვილად ქართული კულტურის ერთი უმნიშვნელოვანესი კერა და ამის მოსპობა და რაღაცასთან გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად. დღეს 8 საათზე თქვენც იქნებით სტუდენტების გვერდით? ცხადია.